მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ მივესალმები სტუმრებს, პარტნიორებს, ზოგადად საზოგადოებას. თქვენი მყოფებით საინფორმაციო გვერდზე, კომპანია ლივგუდის, საერთაშორისო მეგაკომპანია ლივგუდის გვერდზე. მე გახლავართ სოფო ცინდელიანი, ემიგრანტი, მყავს 4 შვილი და მეუღლე. სწორედ ამ კომპანიაში ზუსტად 1 წლის წინ შემოვუერთდი და დავიწყე მოღვაწეობა. კომპანია ლივგუდი მოგეხსენებათ და ესე ვთქვათ, მიიღებთ ინფორმაციას, რომ არის მნიშვნელოვანი ყველა ადამიანის ყოფა-ცხოველებას აბსოლუტურად 100%-ით ცვლის. შემოსულია ბაზარზე იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი დააკმაყოფილოს, გააბედნიეროს და შევიდეს ყველა ოჯახში. და როგორც ასეთი პარტნიორი არა მხოლოდ მაგალითად ოჯახის ერთი წევრი იყოს, შესაძლებელია მრავალი წევრი ოჯახის იყოს კომპანია ლივგუდში, როგორც პარტნიორი და მომხმარებელი. კომპანია ლივგუდი დაარსდა 2022 წლის 13 დეკემბერს მეგობრების ამერიკელების მიერ ბენგლისკი და ნოუდე ხაზანი, რომელებიც მრავალი წლების განმავლობაში ქსელურ მარკეტინგებში ძალიან კარგად მოღვაწეობდნენ, მიაღწიეს მილიონრობას. და სწორედ ესეთმა ადამიანებმა, კრეატიულმა ადამიანებმა იფიქრეს ძალიან ბევრი და შეამჩნიეს, რომ ამ ქსელურ მარკეტინგებში ძალიან ბევრი ადამიანი 80% ადამიანების, ესე ვთქვათ, წარმატებული ვერ არის და არ არის და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ფინანსურად დამოუკიდებლებიც, ხო? ამიტომ მათმა იფიქრეს, რომ რაღაც განსხვავებული უნდა ყოფილიყო მსოფლიო ბაზარზე, რაღაც ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ყველას გულებამდე მივიდოდა, ყველას ოჯახებში შევიდოდა და იქნებოდნენ ძალიან ბედნიერი. აი, როგორც ასეთი სიტყვა არსებობს მრავალფეროვნება, ხო? მრავალფეროვნებაში ძალიან ბევრი რაღაც მოიაზრება. ეტაპობრივად ამასაც გავშლით და მიხვდებით ეს მრავალფეროვნება რატომ არის ჩვენს ლექსიკონში და გეტყვით, რომ აი ზუსტად ის მრავალფეროვნება, რომელსაც სიტყვა თვითონ მოიცავს, აბსოლუტურად ერთ სივრცეში არის მოთავსებული და ზუსტად ეს კრეატიული ადამიანები, ნიჭიერი ადამიანები გთავაზობენ. მთავარია, რა თქმა უნდა, ადამიანს უნდოდეს რაღაცები შეცვალოს ცხოვრებაში, რაღაცა უკეთესად დაინახოს, რეალურად ხედვიანი იყოს და შემდეგ უკვე აბსოლუტურად, როდესაც ადამიანი ხედვიანია, ჩემი შეხედულებიდან, ის აუცილებლად ძალიან ბევრ რაღაცას ხედავს ცხოვრების მანძილზე და განსაკუთრებულად ლივგუდში. აი ეს წვრილმანი, რაც მოიცავს ამ მრავალფეროვნებაში, მინდა რომ აბსოლუტურად ყველა ქართველმა გაითავისოს, მიიღოს, დაინახოს, იმიტომ რომ რეალობაში ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, მიღწევადია და ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, რომ აი ეს ყველაფერი მიიღოს. მთავარია, როგორც უკვე აღვნიშნე, ხედვა ჰქონდეს ადამიანს. კომპანია ლივგუდი, როდესაც დაარსდა 2022 წლის 13 დეკემბერს და ბაზარზე შემოვიდა, რამდენიმე თვეში შემოვიდა საქართველოში და საქართველოში შემოიტანვა ძალიან ჭკვიანმა, ესე ვთქვათ, ხალხის მოყვარულმა ადამიანმა, კრეატიულმა ადამიანმა, ქალბატონმა ნანა ლომიძემ, რომელმაც აბსოლუტურად დაწვრილებით გამოიწია კომპანია, მისი დამაარსებლები, მათი ცხოვრების რეჟიმი და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე გადაწყვეტა, რომ შემოეტანა საქართველოში. თვითონ იმდენად პასუხისმგებლიანია ქალბატონი ნანა ლომიძე, რომ ასე ვთქვათ, თუ დაწვრილებით არ ეცოდინებოდა ყველა ნიუანსი კომპანიის შესახებ, ისე არ ასე ვთქვათ, გადაწყვეტავდა, არ გადადგავდა ამ ნაბიჯს, რომ შემოეტანა საქართველოში. ასევე ერთ-ერთი პრივილეგია და ესე ვთქვათ, სიკარგე აქვს ის, რომ როდესაც შემოვიდა კომპანია ბაზარზე, შემოვიდა ეგრევე საქართველოში და შემდეგ გაიშალა ქვეყნებში, ხო? ამბიცია აქვს კომპანია ლივგუდს, რომ მსოფლიო მასშტაბი დაიპყროს, გავიდეს მსოფლიო მასშტაბით. ამ ეტაპზე 204 ქვეყანაშია და რა თქმა უნდა გლობალურად გადის. იცით რა არის, ეხლა მე ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ როდესაც კომპანია შემოდის,
და შემოაქვს ისეთ ადამიანს, რომელთანაც შესაძლებლობა არის ძალიან უშუალო ურთიერთობა, გიდგას ყველანაირად გვერდით, გასწავლით, ანუ მისი ესე ვთქვათ, ხედვა არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა პარტნიორი იყოს კარგად, ბედნიერად და სწორად ხედავდეს კომპანია Live-Goods. ანუ რაც არის რეალურად ისე ხედავდეს ამ კომპანია Live-Goods. როგორც თვითონ დაინახა და როგორც მე დავინახე მაგალითად კომპანია Live-Good. კომპანია Live-Good ვიტყოდი, რომ აი პირველივე დღეს რომ გამეგო, რომ კომპანია Live-Good შემოვიდა ბაზარზე და მე გაგებული მქონოდა აი ამის შესახებ, აუცილებლად პირველ დღესვე დავრეგისტრირდებოდი და მივიღებდი, ესე ვთქვათ, გავხდებოდი ოფიციალური პარტნიორი. იმდენად კარგად ჩანს ყველაფერი კომპანია Live-Good-ში. მარკეტინგული გათვლა, დარიცხვები, მუშაობის სისტემა, აი ეს ყველაზე რაც ძალიან მომწონს ამ კომპანია Live-Good-ში არის, რომ არის გუნდური მუშაობა და ერთი როგორც სოფოცინტელიანი არ ახარ აღებული და მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული ფინანსური დამოუკიდებლობა. აქ არის გლობალურად, ანუ გუნდურად მუშაობის სისტემით აგებული ფინანსური დამოუკიდებლობა და თუ ადამიანი არის აქტიური, ვინც ჯაჭვში მოხვდება, აბსოლუტურად ყველა არის ფინანსურად დამოუკიდებელი და ჯანმრთელი. კომპანია Live-Good შეიძლება შევადაროთ რაღაცა განხრით Amazon-ს, რომელიც ყველაზე ცნობილი და ბუმბერაზი კომპანიაა და მუშაობს კლუბური სისტემით. კლუბური სისტემა ნიშნავს კიდევ იმას, რომ ანუ კლუბში რო წევრიანდები, ადამიანმა საწევრო უნდა გადაიხადოს და ყოველთვის რაღაც ესე ვთქვათ შედარებას ვაკეთებთ ხოლმე Amazon-თან. თუმცა კომპანია Live-Good არ არის ესე ვთქვათ ისეთი რომ რომელიმე კომპანიას გავს კიდევ ახალი ბიზნეს გათვლა აქვს, ესე ვთქვათ ბიზნეს გადატრიალება მოახდინა ბაზარზე და თუ დააკვირდებით კლუბურ სისტემებში არ არის მოცემული და არ გაძლევენ ხელფასებს. კიდევ მეტი ესე ვთქვათ სიკარგე ამ ბიზნეს გათვლაში და ესე ვთქვათ მის მოღვაწეობაში და განვითარებაში არის ის, რომ უნდა ჰქონდეს ადამიანს პარტნიორს ფინანსური დამოუკიდებლობა, ანუ ხელფასები, ხო? ნებისმიერი ადამიანი, როდესაც რაღაც ბიზნესს იწყებს თუ სადღაც იწყებს მუშაობას, მისი ესე ვთქვათ პირველი ხედვა არის იმისი, რომ ჰქონდეს ფინანსური შემოსავალი, ხო? დამოუკიდებლობა, ფინანსური დამოუკიდებლობა. აი ამიტომ იწყებს ადამიანი, მაგრამ არსებობს რაღაც ესე ვთქვათ დაწესებულებები, სამუშაოები, სადაც ჩვენ მაგალითად არ მიგვიწევს გული, რომ წავიდეთ და ვიმუშაოთ და რაღაცა დროზე გათვლილი რო არის და უყურებ საათს, რომ აი როდის დამსრულდება და როდის დამთავრდება ჩემი სამუშაო დღე და ასე შემდეგ. აი კომპანია Live-Good არის ის ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება ისიამოვნოს თავისივე, ესე ვთქვათ, მოღვაწეობაში. ანუ აკეთოს ბიზნესი სახელიდან გაუსვლელად კომფორტული ზონიდან და ისიამოვნოს ამ პროცესში. მე ამას ვადარებ ხოლმე, ესე ვთქვათ, წარმატების მოგზაურობაში მსვლელობა, ანუ სიარული, რომ ჩვენ როდესაც, ანუ აქ არ არის ის მომენტი, რომ დღეს, როდესაც დავიწყე მე ბიზნესი, მე ხვალე უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ, ან მილიონერი ვარ, ან მილიარდელი ვარ და ასე შემდეგ, ხო? ბიზნესი არის განვითარებადი, უნდა დაიწყო ნოლიდან და აღვიდე ეტაპობრივად რაღაც დონემდე, ხო? ესაც ამბიციაზეა დამოკიდებული, რამდენად მეტი გინდა ადამიანს, ხო? არიან ადამიანები შემოდიან ბიზნესში და გათვლილი აქვთ, რომ მე მინდა მივაღწიო რაღაც მაგალითად $4,000 პირობითად და მე მეტი არ მინდა. მაგრამ კომპანია Live-Good-ში ისე არის გათვლილი ეს ყველაფერი, რომ დაანებო იმ პერიოდისთვის, როდესაც ადამიანი ახტოს ამ $4,000 ვითარდება ბიზნესი მაინც, გუნდი იზრდება, მუშაობს გუნდი და ჩვენს ესე ვთქვათ შემოსავლებზე კიდევ უფრო კარგად დაისახება. ანუ გვემატება. აი იმიტომ არის განსხვავებული კიდევ ეს კლუბური სისტემა აი ამ ქსელურებისგან, რომ ამ გუნდური მუშაობით რა ეტაპზეც არ უნდა გაჩერდეს ადამიანი, მაინც იზრდება ჩვენი შემოსავლები. ეხლა როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი დაინახოს და როგორ უნდა დაიწყოს და რატო უნდა შემოუერთდეს კომპანიას. დავიწყოთ იქიდან, რომ კომპანია ძალიან სწრაფად განვითარებადია. ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს, 2,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს უკვე.
ქართველები ვართ 5000-ზე მეტი უკვე დაფიქსირებული და 220 ქვეყანაში წარმოიდგინეთ ახლა რამდენი ადამიანი არის ესე ვთქვათ ყოფილა ხედვიანი და შემოუერთდა კომპანია Livgood სწრაფი ტემპით. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანში ასეთი შედეგები დადო. ამავდროულად კომპანია Livgood-მა სულ რაღაც რამდენიმე თვეში მეგა 3A პლუსის წოდება მიიღო. ეს გახლავთ ის რომ ტოპ კომპანიებში 5%-ში რო შედის ისეთი კომპანიები არიან და აი ამ 5%-ში მოხდა ეს კომპანიაც, ანუ Livgood-იც ძალიან მალე თანაც და ესაც იმის მანიშნებელია, რომ ძალიან მოთხოვნადია კომპანია, ძალიან სწრაფად მზარდია, ძალიან ადვილი მარკეტინგი აქვს და ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანმა დაინახოს, თუ მას რეალურად უნდა რომ დაინახოს საერთოდ რამე. მე ესე შემიძლია, ასე ვთქვათ, განვავრცო ეს წინადადება. აი მართლა ეგრეა. იმდენად გადაშლილი მარკეტინგი აქვს, იმდენად გადაშლილია ყველაფერი, რომ უბრალოდ სურვილია აქვს, თორე ადამიანს ახლა ამაზე ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად ვერ დაინახა რაღაცის გამო. აი აქ არის უბრალოდ სურვილი. თუ ადამიანს სურვილი აქვს, ის ადამიანი აუცილებლად დაინახავს კომპანია Livgood-ს. მე ამაყი ვარ, რომ კომპანია Livgood-ის დამოუკიდებელი პარტნიორი წევრი ვარ და ძალიან ბევრი პარტნიორი ამაყია ამითი, რომ ჩვენამდე მოაღწია კომპანია Livgood-მა. იმიტომ რომ იმას აქვს ძალიან დიდი ამბიციები და ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, მასშტაბზეა გათვლილი. ამიტომ არის რომ ძალიან ბევრი კომპანიები, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენ პლატფორმაზე შემოვიდნენ და მათი ხარისხიანი პროდუქტი იყოს ჩვენს პლატფორმაზე გაყიდვადი 75%-იანი ფასდაკლებით. ანუ ეს არის ინტერნეტ მაღაზია, რომელიც როდესაც ჩვენ რეგისტრირდებით და ვიყავით ჩვენს ადგილს, გვაძლევს ორ შანსს, ასე ვთქვათ, კომპანია Livgood-ში ადამიანმა ბიზნესი დაიწყოს. ჩვენ ყოველთვის ვწერთ ხოლმე სოციალურ ქსელებში თუ დაკვირვები ხართ დასაქმება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სპეციალურად არის გაკეთებული იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია სიტყვა ბიზნესის გაგების ზოგადად, რაც დაფიქსირებულია სტატისტიკურად და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ბიზნესს რაღაცა ძალიან იმათ იგებს და მე ძალიან ადვილად შორდება და აღარ უნდა ინფორმაციის მიღება. თუმცა ძალიან საინტერესო გეგმა აქვს მარკეტინგული, ესე ვთქვათ, ამბიციები და ასე შემდეგ და აი ამიტომ ძალიან მინდა და ძალიან ბევრი პარტნიორი დამეთანხმება, რომ ძალიან მასშტაბურად მინდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მინდა გაიგოს კომპანია Livgood-ის შესახებ. გვაძლევს ორ შესაძლებლობას. ეს ერთი შესაძლებლობა ვფიქრობ, რომ ემიგრანტებისთვის ძალიან ხელსაყრელია იმ მხრივ, რომ ზოგს არ აქვს საბუთი და აქედან გამომდინარე თუ დაუკავშირა მან თავისი რესურსი და დრო კომპანია Livgood-ს, აქვთ ამის საშუალება, რომ მაინც მიიღონ მონაწილეობა. ანუ ის რა ხდება? კომპანია Livgood-ი შემოვიდა ბაზარზე ბიზნესით, ესე ვთქვათ, შეფუთული, გამზადებული ბიზნესით, რომელ ბიზნესსაც არ ჭირდება არანაირი ველოსიპედის გამოგონება და გადაკეთება და ან დაკლება, ან მომატება. კომპანია Livgood-ზე ჩვენ რო ვაკეთებთ რეკომენდაციას, ვაკეთებთ ისე, როგორც არის. არ ჭირდება კომპანია Livgood-ს შელამაზება და რაღაცნაირად ისე რაღაც მრავალფეროვნებად წარმოდგენა, რომ ვიღაცის დონემდე დავიდეს, ასე ვთქვათ, შემოძვირფასებო, იმიტომ რომ აი რაც არის რეალობაში უკვე მრავალფეროვნება, უკვე სიკარგეა და უკვე მიმზიდველია და ძალიან ბევრმა ადამიანმა აუცილებლად სწრაფად უნდა, ასე ვთქვათ, დაიჭიროს და აიღოს და გამოიყენოს შანსი. კომპანია Livgood-ი ზოგადად არის შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. და ამას თუ გამოიყენებ, საკუთარ თავთან ხარ გამარჯვებული, თუ ვერ გამოიყენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა, შანსი დაკარგე, რომ საკუთარი ცხოვრება რეალურად 100%-ით შეცვალოთ. ზოგადად ვიძახით, რომ 100%-ით არაფერი არ არის, 99%-ით მაინც შევძლეთ, ხო? თუ ამას ასე მიუდგებით. ანუ $1.50, როდესაც ადამიანი გვეუბნება, რომ შეიძინე $40 ბიზნესი და ის საწევრო მინიმალური, რომელიც უკვე აღნიშნე, რომ კლუბურ სისტემებში არის, იხდიან ადამიანები, მაგალითად, Amazon-ში €15, ჩვენთან არის $10, ხო?
მაგრამ ეს $10 ძალიან დიდ რაღაცას აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნესი განვითარდეს, ჩვენ პირადად განვითარდეთ და ის, რაც ჩვენ გვინდა, სურვილები თუ ოცნებები, ყველაფერი ავისრულოთ. აი ამ $10-ზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ის მრავალფეროვნებაც, რომელიც უკვე მე საუბარში მაღლა აღვნიშნე. გადავიხადეთ $40, შევიძინეთ ბიზნესი და იმავდროულად გადავიხადეთ ის $10, ანუ მთლიანობაში $50 გადავიხადეთ ცხოვრებაში ერთხელ, რომ ჩვენ ბიზნესი დავიწყოთ და ოფიციალურად ჩავშლით მარკეტინგში და სისტემაში და რა თქმა უნდა, იქვე მოგილოცავს გენერალური დირექტორი იმეილზე, რომ თქვენ ხართ ოფიციალურად პარტნიორი. ეს დიდი რამეს ნიშნავს ჩემისათვის პირდაპირ გენერალური დირექტორი ბენგლინსკი, რომ გილოცავს პარტნიორობას. შემდეგ რა ხდება, ხო? მოკლედ, ეს ერთი განხრა. მეორე განხრა არის ის, რომ ვისაც არ აქვს საბუთები და შესაძლებლობა აქვს იმისი, რომ მთლიანი წლის გადაიხადოს, ანუ ეს $10 ხომ ყოველთვიური წევრობის არის, ანუ წევრობა ნიშნავს, რომ ყოველთვიურად უნდა ვიხადოთ და ეს $10, ანუ შეკრებილი მთლიანობაში ჩვენ ვიცით, რომ წელიწადში 12 თვეა, მაგრამ კომპანია გვეუბნება, რომ თუ თქვენ მოისურვებთ, რომ მთლიანად გადაიხადოთ ეს $10 წლიური გადასახადით, $20 შეღავაც გვიკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ 12 თვისაც ვიხდით 12 თვისა რომ უნდა გადავიხადოთ, ვიხდით $100 აი ამ 12 თვისას, ანუ $120 მაგივრად ვიხდით $100. ამ $100 დამატებული ის $40, რომელიც სავალდებულოა, რომ ბიზნესი შეიძინო, ხო? ცხოვრებაში ერთხელ. ეს არ აქვს მნიშვნელობა $50-ით დაიწყებ, $140-ით დაიწყებ, ის $40 ორივე შემთხვევაში არის აუცილებელი, რომ ბიზნესი შეიძინო ერთჯერადად. ეს $10 გაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. ეს $10 არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, მრავალფეროვნებისთვის, ბიზნესის გაზრდისთვის და ნებისმიერი ჩანაფიქრის ასრულებისთვის. კომპანია Live-Good-ში ოცნებები და სურვილები ხდება, მთავარია დავინახოთ კომპანია Live-Good-ი სწორად, დავინახოთ და ესე ვთქვათ, შევისვისხორცოთ. აი მე მაგალითად იმდენად მიყვარს კომპანია Live-Good-ი, ნებისმიერ დროს რომ გამაგვიძოს ვინმე, მე ვეთქვი პირველ სიტყვას Live-Good-ს. ჩემი დილა იწყება Live-Good-ით. ჩემი საღამო და ღამე თავდება Live-Good-ით. იმიტომ რომ Live-Good-ი მაძლევს განტვირთვის საშუალებას. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბუმბერას ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. კრეატიულ ადამიანებთან, ჭკვიან ადამიანებთან, მათთან ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნება, იმიტომ რომ გუნდური მუშაობა და ასეთი ბუმბერაზი ადამიანების, ესე ვთქვათ, გვერდში ყოფნა, გაცნობა და მათთან ურთიერთობა დიდი სიამოვნება პირადად ჩემთვის. ამავდროულად, ეხლა მოგეხსენებათ, რომ როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ წლები და უკვე 10 წელი დავხურე, რაც ემიგრაციაში ვარ, ლექსიკონი ქართულის, ესე ვთქვათ, სიტყვები უკვე იყო ისე, მქონდა ისე, რომ მავიწყდებოდა ქართული სიტყვები და კომპანია Live-Good-ი დამეხმარა ამაში, რომ აი ეს სიტყვების მარაგი უკვე და უფრო გავიუმჯობესი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად მაქვს ადამიანებთან ურთიერთობა, Live-Good-თან ურთიერთობა და ეს ყველაფერი გეხმარება. იმიტომ ამავდროულად იმასაც ვიტყვი, რომ თვითონ კომპანია Live-Good-ში არათუ ბიზნესი შეგიძლია განავითარო, არამედ ადამიანი შეგიძლია გამოჩნდე ისეთი ან ჩამოყალიბე უნარები გამოიმუშაო და ასე ვთქვათ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ვითარდები კომპანია Live-Good-ში პიროვნულად და ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. აი ისეთ რაღაცები შეიძლება კომპანია Live-Good-ში ისწავლოს ადამიანმა, რაც ნებისმიერ სფეროში რო გამოადგება. და ეს ყველაფერი თუ ადამიანში არის სიამოვნების მომენტი, ან ნაწილი, ხო? ის ადამიანი აუცილებლად იქნება ბედნიერიც, ფინანსურად დამოუკიდებელიც, კარგად გაუგებს იმ $10, რატომ უნდა იხადოს ის $10, რას აძლევს ის $10 და ზოგადად მარკეტინგი როა ეს გადაშლილი და არავინ არ იტყვის, რომ აქ მაგალითად ვინმეს ჯიბეში მიდის ეს თანხა, ან რატომ უნდა ვიხადო ეს $10,
როდესაც ჩამოიშლება, ხო, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ მოსაზრებები არსებობს ზოგადად, იმდენი რაღაცები მოხდა ცხოვრებაში, ეს არის აქვთ ეს ჯერ კიდე ამას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ რეალობაში თუ კარგად გაუგებთ კომპანია ლივგუდს, არც ერთ კომპანიას არ შეატარებთ. კომპანია ლივგუდი არის უკონკურენტო და იქნება ერთი 100 წელი უკონკურენტო ჩემის აზრით. ისეთი ამბიციები აქვთ, ისეთი ესე ვთქვათ, ხედვები აქვთ და იმდენად კრეატიულები და ჭკვიანები არიან, რომ ჯერ კიდევ ჩვენ არ ვიცით რა გველოდება. აი, რა გველოდება ჯერ კიდევ არ ვიცით. თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ ძალიან ბევრი მრავალფეროვნება გველოდება. როდესაც ჩვენ პლატფორმაზე, ეხლა ამჯერად რომ გვაქვს ბიოდანამატები და კოსმეტიკური ხაზი, იქნება მრავალფეროვნება. აბსოლუტურად ნებისმიერი გაყიდვადი ნივთი, რაც არსებობს, ყველაფერი იქნება ჩვენს პლატფორმაზე. ამას დაემატება მოგზაურობა, იურიდიული დახმარებები. და კიდევ შეიძლება ძალიან ბევრი, რაც ახლა ჩვენ სიაში გვაქვს, რომ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა, იურიდიული დახმარება თუ სამოგზაურო პაკეტები, საუბარია ავტომანქანებზე და ასე შემდეგ. შეიძლება ისეთი რაღაცა არ გვაქვს კიდევ ჩვენ ანუ ინფორმაციულად, რომ ის დანარჩენი, რაც კიდევ შესაძლებლობად შეიძლება რომ მიიღოს ადამიანმა, დაემატოს. ანუ, ამითი რისი თქმა მინდა. ისეთი რაღაცები მოხდება კომპანია ლივგუდში, რომ ჩვენ შეიძლება საერთოდ არ მოგვივიდეს აზრად, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს კომპანია ლივგუდში. ერთ-ერთი მაგალითს ვიტყვი, მაგალითად ბიოდანამატები არსებობს ჩვენს კომპანიაში, ხო ჩვენ ბიოდანამატებით და კოსმეტიკური ხაზით მივდივართ ჯერჯერობით, რომელი ბიოდანამატების წარმოდგენილი არის გუდკინების მიერ, ცოლ-ქმარის, ექიმების, დოცენტების მიერ. მათმა, ესე ვთქვათ, სრულიად 100%-ით დაამზადეს სცენარებზე ეს პროდუქტები და ისე წარმოგვიდგინეს. ახლა გეტყვით, რომ კაბინეტში, როდესაც შევდივართ, ნებისმიერი პროდუქტის ანოტაცია და მიღების წესი თუ შემადგენლობა აბსოლუტურად ყველაფერი არის იქვე წერია, რომელი პროდუქტი რისთვის და როგორ და რა შედის და რანაირად გამოიყენება. და პლუს კომპანიამ ჩანერგა სისტემაში ყველაზე მაგარი რამ. კლინიკა. კლინიკა ნიშნავს იმას, რომ მე რომ მაინტერესებს ვარ ავად, ვერთა დამიფაროს, ვარ ავად და რაღაც მაწუხებს, ხომ? პირდაპირ გუდკინებთან მაქვს კონტაქტი, იმეილით, რომ მე მაწუხებს ესა და ესა და ეს, მაქვს ასეთი სიმპტომები, ან თუ გვაქვს ესე ვთქვათ დასკვნა ჩვენი დაავადების, ესე ვთქვათ, მივაწვდით და გვეუბნება თვითონ ექიმები რა პროდუქტი რასთან უნდა მიიღო, რომ შედეგიანი იყოს ეს, ესე ვთქვათ, შენი ადამიანის წვალება, ხო? რომ ჩვენ გვინდა ყველას ვიყოთ ჯანმრთელები და ჩვენ გვინდა დანარჩენი მერე ყველაფერი. აი ეს მომსახურეობის აზრთა გაცვლის მომენტი თუ ინფორმაციის მიღების, კონსულტაციის მიღების მომენტიც კი არის ჩვენს კომპანიაში და არც ერთ ადამიანს არ დაჭირდება წავიდეს სადღაც რომელიღაცა ექიმთან გადაიხადოს თანხა, თანაც არა 1 და 2 ლარი თუ 1 და 2 დოლარი, როგორც მე ვიცი 80 ლარიდან იწყება კონსულტაცია საქართველოში და ეს ყველაფერი გქონდეს იგივე სივრცეში, ანუ შენივე ბიზნესში უფასოდ. სად ხდება ეს დღევანდელ დღეს, ბოდიში და ყველაფერში იხდის ადამიანი, ხო? აღარ ვიხმარ ახლა ის სიტყვას, ყველაფერში უნდა გადაიხადო დღეს თანხა. და დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ადამიანები, ექიმები გთავაზობენ უფასოდ კონსულტაციას. არის კითხვარი, იქ გეკითხებიან მაგალითად რამდენი სიმაღლის ხარ, წონა, ფეხის სიგრძე თუ სიგანე თუ არ ვიცი, ძალიან ბევრი კითხვები, ხო? რა გაწუხებს, როდიდან და ასე შემდეგ. ანუ 35-მდე კითხვა არის, იმას შეავსებ, ეგრევე მოგდის პასუხი, ანუ როგორი რა ქულის, სადამდე დააგროვე, ანუ ქულა რა დონემდეა შენი ორგანიზმი და იქვე გეუბნება, რომ აი ეს შენი დონე არის ამდენი ქულის და
და უნდა მიიღო ეს და რეკომენდირებულია მიიღო ეს ამასთან და ამასთან ერთად. რომ რა თქმა უნდა ესენი დარწმუნებულები არიან, ხო? ესე რაღაცა იმის გარეშე, რომ როდესაც ადამიანი დარწმუნებული არ არის რაღაცაში, თლად ესე ვთქვათ, დამაჯერებლადაც არ არის მერე მიწოდებული ეს ინფორმაცია. თვითონ კომპანიაში ეს ექიმები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ არის 100%-იანურად დამზადებული, თავიანთი ხელებით დაამზადეს მცენარეებზე და არის შედეგებზე ორიენტირებული. ზუსტად ეს პროდუქტები შეიძლება მიიღოს ესე ვთქვათ, პრობლემიანმა ადამიანმა და შეიძლება მიიღოს ასევე ჯანმრთელმა ადამიანმაც. ჩვენ ვიცით, რომ ბიოდანამატები მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და 25-30 წლის შემდგომ აბსოლუტურად რეკომენდირებულია, რომ ყველა მიიღოს განსაკუთრებით აი ამ წლოვანებიდან მაღლა, რომ ჩვენი ორგანიზმი იფიტება და უფრო საჭიროებს, იმიტომ რომ იქ შიგნით შედის ვიტამინები და ისეთი ასე ვთქვათ, მცენარეები, რომ ჩვენ ორგანიზმს ასე ვთქვათ ავსებს შემდგომ და სწრაფად აღარ გამოიწვევა რომელიმე დაავადება, მაგალითად, თავის დაზღვევის მიზნითაც, ანუ პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლება რომ მიიღო ეს პროდუქტები. ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან შორს არის სამედიცინო სფეროსთან. მე გახლავთ მე ან გინეკოლოგი და სამედიცინო სფეროსთან ასე მქონდა კავშირი ძალიან ესე ვთქვათ წლების წინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ვიცი და როგორ არის და დღემდე ისე არის ჩემი მეუღლე, რომ საერთოდ ვერ იტანს ვერც წამალს, ვერც რამე დასალევს, ექიმებთან სიარული არ უყვარს, არც ბიოდანამატების ისჯერო და არაფერი. აბსოლუტურად სრულიად შემთხვევით ერთხელ ჩამივარდა ესეთი სიტუაცია, რომ მინდოდა რომ ენახა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე დარეგისტრირებულია კაბინეტში, ერთხელ არ არის შესული და ვაჩვენე ჩემივე კაბინეტში შილაჯიტის, ასე ვთქვათ, შემადგენლობა მიღების წესი და ეს შილაჯიტი ისეთი პროდუქტია, რომ თვითონ ბენგლინსკი ამბობს ამას, რომ სრულიად ეს შილაჯიტი, ანუ ეს პროდუქტი რო იყოს კომპანიაში ბიზნესის საწარმოებლად, მხოლოდ ეს აი ამ შილაჯიტით შეიძლება ბიზნესი აკეთო. იმდენად მაგარი პროდუქტი. მართლაც ძალიან ბევრ ესე ვთქვათ პრობლემებს შორის და ბევრი ესე ვთქვათ მიმართულებაზე არის რეკომენდირებული. როდესაც წაიკითხა ჩემმა მეუღლემ და შემადგენლობა ნახა და მიღების წესი და ასე შემდეგ, მე მითხრა, რომ ერთი თვე დავლეო. ნახაო როგორ იქნება. ამ დროს ჩემი მეუღლე მუშაობს რესტორანში და მთელი დღე წლებია ფეხზე დგას 12 და 14 საათი და ძალიან აწუხებდა ფეხების ახსრები და ასე შემდეგ. დიდი წონა არ არის, მაგრამ ნუ მაინც. ხო და აქედან გამომდინარე დალია ერთი თვე. ძალიან მოეწონა 4 დღეში უკვე იგრძნო შეღავათი და უკვე ბედნიერი იყო და აღიარა რომ ძალიან მაგარი პროდუქტიაო და ამავდროულად რეკომენდაციებიც კი გასცა, იქ მარტო თვითონ ხო არ მუშაობს, ყავს კოლეგებიც და ასე ვთქვათ, კლიენტებიც კი ნახა ამ ხრივ, რომ შეეძლოთ მათაც ესე ვთქვათ მიეღოთ. და რა თქმა უნდა გამომაწერინა შემდეგ კიდევ თავისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც მივაწოდეთ რა თქმა უნდა და მოკლედ მინდა გითხრათ რომ ეს ასე არ დამთავრებულა. და ესე ვთქვათ გავიდა ერთი თვე დალია მერე ანუ ისე მომიწია რომ იცით როგორ არის ორი კვირას რომ დალებ შეგიძლია მერე გამოიწერო რომ მერე დრო აღარ დაკარგო ანუ სანამ ის აქ ჩამოვა ის პერიოდი რომ არა გაქვს პროდუქტი ვეღარ იღებ ხო ანუ ვერ დამამთხვიე ისე რომ გათავდებოდა შემდეგ მეორე მიიღო ცოტა გვიან მომიწია გამოწერა და თან ცოტა დაეგვიანა იმ პერიოდში და ყოველ დღე მეკითხებოდა სად არის პროდუქტი აბა შეგინახე ძალიან მაგარი პროდუქტია და მინდა მალე მივიღო და ასე შემდეგ. მე მივიღე მაგალითად მაგნეზიუმი. ძალიან მაგარი პროდუქტია 60-მდე ესე ვთქვათ პრობლემაზე არის რეკომენდირებული, შეიძლება ითქვას და მეც სახსრების პრობლემა, რა ვიცი, კუჭის პრობლემა,
უძილობა არ მქონდა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიღვიძებდი და ძალიან ჰარმონიული გაღვიძება და ბედნიერი ხარ უფრო და აი ესეთი შეგრძნებით ვიღვიძებ და მოკლედ ამითი მე იმისი თქმა მინდა რომ თვითონ ბუტკინებიც რომ არ იყვნენ დარწმუნებული და თვითონაც რო არ იცოდნენ, ხო, ისეთ პროდუქტებს არ შემოეტანენ კომპანიაში ჩვენთან, რომელიც სანამ კომპანია გამოვიდოდა, იყიდებოდა ბაზარზე ძალიან, ასე ვთქვათ, მაღალი ფენის ადამიანების. ანუ ძვირი ღირდა. სანამ კომპანია შემოვიდა ბაზარზე, 4-5 წლის განმავლობაში ეს პროდუქტი რეალიზებად იყო. გაყიდვაში იყო, მაგრამ ჰქონდა მხოლოდ მდიდრებს და აი ესეთი მაღალი ფენის ადამიანებს შეეძინათ ეს პროდუქტი იმდენად ძვირი ღირდა. მაგრამ ეხლა რომ შემოიტანეს და ასე ვთქვათ მოლაპარაკება აწარმოა ბენგლინსკმა, ყველაზე დაბალ ფასზე დაიყვანეს. ანუ 75%-იანი ფასდაკლება ნიშნავს საბითუმო ფასებს. ჩავთვალოთ, რომ 75%-იანი ფასდაკლება არის საბითუმო ფასები. მე ყოველთვის ასე ვეძახი ხოლმე, რომ არის საბითუმო ფასები. და ეს მაგარი პროდუქტი, ანუ გააკეთეს ისე, შეიმუშავეს ბიზნესის სახით, რომ მიეწოდოს ყველა ადამიანს, ვისაც კი პრობლემა აქვს თუ არა აქვს, ვისაც უნდა, სურვილისამებრ. ეს არის კლუბური სისტემა და გეუბნება, აქ მოვალეობაში არ გაქვს ამ პროდუქტების შეძენა და გაყიდვა. არა, აქ უბრალოდ გეუბნება, რომ შესაძლებლობა გაქვს, რომ ჯანმრთელობა გამოიმჯობესო და თუ გაქვს სურვილი, რომ რეალიზებაზე იმუშაო, ეს თქვენი გადასაწყვეტი. ასე რომ ვალდებულებაში არანაირად არ გვაქვს. არ გავს ეს ქსელურ მარკეტინგს. უბრალოდ ქსელური მარკეტინგისგან აღებულია კარგი, ესე ვთქვათ, ნიუანსი ჯერჯერობით, რომ რეფერალური სისტემით ვაგებინებთ ადამიანებს. რეკომენდაციის სახით ვაწვდით ინფორმაციას ადამიანებს. იმ ინფორმაციას, რაც არის, არც გამოკლებული, არც მიმატებული იმ, ესე ვთქვათ, კომპანიასთან, იმ ინფორმაციასთან, იმ ბიზნესთან, რაც უკვე არის. არ ჭირდება კომპანია ლივგოს, რომ ჩვენ რაღაცა მივუმატოთ და გამოვაკლოთ. აი ეს რეფერალური სისტემით დღესდღეობით გვინდა და კომპანია ლივგუსის დამაარსებელს ბენგლინსკსაც უნდა, რომ ნებისმიერმა და ყველა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ და ჰქონდეს შესაძლებლობა ერთ სივრცეში იყოს ჯანმრთელი და ჰქონდეს ფინანსური კეთილდღეობა. ჩვენ ეს $10, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას გვაძლევს და ამავდროულად ფინანსურ დამოუკიდებლობასაც, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიმუშაოთ, ვიყოთ აქტიურები და საკუთარი ჯიბიდან აღარ გადავიხადოთ ის $10. ხო, $10 სადღაც 30 ლარამდეა საქართველოს, ანუ ლარში, ხო, დაახლოებით. კურსი როგორ არის, ახლა არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ჯიბიდან არ ვიხადოთ ეს $10, ვაკეთოთ ბიზნესი, ვაწარმოოთ ბიზნესი, სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, ჩვენივე კომფორტის ზონიდან და ვიყოთ ელემენტარულად ბედნიერები ვიყოთ, ამისათვის საჭიროა, რომ ვიყოთ სწორად დავინახოთ პირველ რიგში და ვიყოთ აქტიურები. აქტიურობაში კიდე გამოიხატება ის, რომ ჩვენ რო რეგისტრირდებით კომპანიაში და შემოვდივართ, უნდა ვიყოთ აუცილებლად სწავლებადები, განვითარებადები, შევისწავლოთ კომპანიის მარკეტინგი, მუშაობის სისტემა, წესი თუ განრიგი და ალღოთ და ფეხი აუწყოთ ამ ყველაფერს გუნდური მუშაობით, ხო? და ჩვენ რო გვინდა რომ ფინანსური კეთილდღეობა გქონდეს და შედეგი გქონდეს, ამისათვის აუცილებლად საჭიროა გუნდური მუშაობა. ფაზელები როა, ფაზელი, რომელსაც აწყობ და შემდეგ სურათი რო გამოდის, იქაც კი რა ხდება? ანუ ჩვენ თუ ბოლო ფაზელი არ შეუერთეთ იმ სურათს, თლიან ნახატს ვერ მივიღებთ საერთო ჯამში, ხო? აქეთ იგივენაირად შემიძლია ახლა პარალელი გავავლო და უფრო მარტივი ენით გითხრათ. ჩვენ თუ გვინდა ის შედეგი, რომელზეც კომპანია ლივგუდი გეუბნება, რომ შენ გექნება $16,000 თუ $8,000 თუ $4,000, ანუ შესაძლებლობა რო გექნება. ამასთან დაკავშირებით უნდა იყო
ესე ვთქვათ, ხედვიანი და აუწყო ფეხი და რასაც გეუნებიან ის გააკეთო იმ მხრივ, რომ გუნდურობაში ჩაერთო. და ეს გუნდურობა ზუსტად ეგ არის, რომ ის ფაზელი, რომელიც მე მოვიყვანე, ანუ უნდა აუწყო ამ ტემპს ფეხი, შეხვიდე გუნდურობაში, კომუნიკაციაში, სწავლობლობაში და ეს ერთობლივი მუშაობით საერთო სურათი გამოჩნდება ბოლოსში. დღეს თუ არა, ხვალე გამოჩნდება. ისაც ჩვენზეა დამოკიდებული, ხო, რა რესურსსაც დაუთმობ, იგივე შედეგი გექნება. კომპანია ლივკუთში ფასდება ყველა ადამიანის მუშაობა, გარჯა, ენერგია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ინფორმაციებს გავცემთ, ენერგია იხარჯება ასე თუ ისე, ხო? მაგრამ ჩვენი მოვალეობა და ჩემი სურვილია პირადად, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მივიტანო ეს ინფორმაცია, ეს ბუმბერაზი კომპანია, რომელიც ნამდვილად არ არის ხელიდან გასაშვები. და თუ ჩვენ გვინდა რომ ორივე გქონდეს თანაც ერთ სივრცეში, არ ვიცი. რა უნდა მოიფიქროს კიდე ადამიანმა, რომ ამ ყველაფერს კიდე რაღაც დაუმატოს და თქვა, რომ უკვე რაღაცა მთლიანი მოცულობა გვაქვს. ანუ რაღაც ჭირდება ამ ყველაფერს, რომ თლად ისე ვერ არის. აქ ესე არ არის. ორი კომპონენტი, ორი მიმართულება, რაც ჩვენ დღესდღეობით გვჭირდება, არის ის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ვიყოთ ფინანსურად დამოუკიდებლები. თუ ჩვენ ჯანმრთელობა გვინდა, ფინანსები არ გვიწყობს ხელს. ანუ ფინანსები თუ გვინდა, ამისათვის მუშაობა საჭირო, ხო? და ამიტომ ერთ სივრცეში ორივე რო გქონდეს, ამის საშუალება გაქვს. $10 შესაძლებლობას გაძლევს, რომ არ გადაიხადო ჯიბიდან, გამოიმუშაო თანხა და იმ შენი გამომუშავებული თანხიდან შეიძინო პროდუქტები, ასევე გადაიხადო ის საწევრი. ანუ თლიანობაში რა მინდა გითხრათ? იმდენად გამჭირვალეა, რომ ადამიანი არ ვიცი, არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც კომპანია ლივკუთს ვერ დაინახავს, მერწმუნედ. იმდენად გამჭირვალე, იმდენად სუფთა, იმდენად გათვალა ყველაფერი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოარგოს. აქ ახლა ერთი იბადებოდა ისეთი რაღაც მოვისმინე, რომ ვითომ მამაკაცები რატომ უნდა, ესე ვთქვათ, რეკომენდაციებს გასცემდნენ, ასეთი სფეროთი მუშაობდნენ და ასე შემდეგ. ჩემო ძვირფასებო. ადამიანს, რომელსაც აქვს, ესე ვთქვათ, გონება, ჭკუა, უკვე ისეთ 18 წლის მერე ვიზახი უკვე, რომელ ადამიანსაც აქვს, ნებისმიერ ადამიანი შეიძლება ჩაერთოს ძალიან აქტიურად. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი იქნება. თვითონ ეს კომპანია მამაკაცების დაარსებული. და მრავალი წლის განმავლობაში ქსელურ მარკეტინგებით იყვნენ დაკავებულები. რატო, რა ისა განსხვავება აქვს ახლა მაგალითად საქართველოში მამაკაცებს და ამერიკაში მამაკაცებს, რომ რატო არ შეიძლება მამაკაცმა იმუშაოს ონლაინ, აკეთოს ბიზნესი და ჰქონდეს 16,000 მაგალითად. ხო? რატო არ შეიძლება? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამიტომ არის უბრალოდ გეუბნება. თვითონ ბენგლის კი გვეუბნება, მოძებნეთ ხედვიანი ადამიანები. ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ იმდენად გამჭირვალეა კომპანია და იმდენად კარგად არის მოწოდებული, რომ ამაში გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი მაინც დაინახავს. ხვდებით? აი ეს არის იმ ხედვიან ადამიანებში, რომ წინადადება ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მოიაზრება ყველა ადამიანი, იმდენად კარგად არის გადმოცემული მარკეტინგი და იმდენად კარგად არის მოცემული ყველაფერი. გამჭირვალეთ კაბინეტში რომ შედიხართ, აბსოლუტურად ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავთ. თავარია ადამიანი იყოს განვითარებადი, სწავლებადი და სჯეროდეს საკუთარი თავის. ადამიანი, რომელიც მოქმედებაშია, ზუსტად ის ადამიანი აღწევს წარმატებას. ადამიანი, რომელიც ელოდება ხვალ, ზეგ, ერთი კვირის მერე, ან მოდი ჩავწვდები და მერე ვნახავ, ან არ ვიცი რაღაცას დაველოდები და მერე ვიზავ, ან შეროდის გახვალ 16,000-ზე და მერე შემოვალ, აქ ჯერ პირველ რიგში რომ დროს კარგავ, მნიშვნელოვან დროს კარგავ, და მერე კიდევ ვერ მიაღწევ. ანუ ჯერ პირველ რიგში ვიცოდეთ და მე ჩემ თავზე მაგ გამოცდილი, რაც მეტი გადავდე რაღაც, ის მეტი მე არ გამომსვლია.
არასოდეს არ გადამიდია საქმე, აი ზუსტად ამის გამო, რომ ის შემდეგ მე არასოდეს აღარ მიმიღია. დარწმუნებული ვარ 85% ასე არის დღესდღეობით, რომ თუ გადადო რაღაცა, всё, ან мотивация ეკარგება, ან ინტერესი ეკარგება, არ ვიცი, რაღაც გარემოებები გიშლის მერე ხელს, ხანის გამოჩდება. არა მეგობრებო, რაწუთსაც მოვიდა თქვენამდე ინფორმაცია, მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა შეგხვდომოდათ, ცუდი, კარგი, მძიმე, რთული, რა ვიცი, ნებისმიერი ავიღოთ, ხო? მოვიდა თქვენამდე ინფორმაცია, აუცილებლად გამოიყენეთ. ეს ზოგადად ლივგუზე კი არ გეუბნებით, ზოგადად გეუბნებით. აბსოლუტურად თქვენი გამოცდილება, თქვენი შედეგები, თქვენი მომავალი ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რანაირად პირველივე წუთას მოკიდავთ ხელს, როგორ დაინახავთ. რანაირად მიუდგებით. ადამიანები არიან, მათხოვარი იყო ერთ-ერთი ამერიკელი, ეტლში იჯდა და მათხოვრობდა. შესთავაზეს კომპანია ლივგუდი, შეაგროვა $50 და დღეს უკვე მილიონერია. მაგარი სახლი აქვს, ბედნიერია, მართალია ეტლში ზის, მაგრამ მან ეს მოახერხა, ხო? რატომ მოახერხა? მან კარგად დაინახა ლივგუდი და ამავდროულად არ უნდოდა რომ მათხოვარი ყოფილიყო. შესაძლებლობა გაუჩნდა. ამიტომ ეს შესაძლებლობა ყველასთან მოდის. გარდა ამისა, ამაში კიდევ გვეხმარება ბენგლინსკი, რომელიც გადის მედია საშუალებებით, რეკლამებში, გადაცემებში, რადიოში, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა სფეროში გამოვა, იქნება მასშტაბურად და აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს ეცოდინება კომპანია ლივგუდი. ეს კიდე დაგვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდება, უფრო ცნობადი გახდება და უფრო ადვილად დაინახავენ კომპანია ლივგუდს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, არ დაკარგოთ დრო, შემოგვიერთდით, სტუმრებს მივმართავ და დაიკავეთ თქვენი ადგილი. არ იცით, როდის ვინ შემოგიერთდებათ, როგორი აქტიური შემოგიერთდებათ, რანაირად დაინახავს და როგორ გამოყვებათ, ხო? შეიძლება ერთი ადამიანიც კი რომ გამოჩნდეს, ესე ვთქვათ, ძალიან ბუმ და აქტიური ადამიანი, რომ შეიძლება ითქვას, რომ რანაირ პოზიციაზეც არ უნდა იყო და რომელ კვალიფიკაციაზეც არ უნდა იყოს ადამიანი, გადაასწროს ადამიანმა, ხო? ეს ნებისმიერ ადამიანს უხარია კომპანია ლივგუდში. იმიტომ რომ ჩემი წარმატება, ჩემი გუნდის წარმატება, ანუ ჩემ გუნდში თუ წარმატებული ადამიანები არ არის, მე წარმატებული ვერ ვარ. იმიტომ რომ ერთობლივი მუშაობით ხდება წარმატება. წარმატებაში ახლა ამ წუთას მგულისხმობ ფინანსურ დამოუკიდებლობას. თორე წარმატებაა უკვე რომ ადამიანი გაიგებს კომპანია ლივგუდზე ინფორმაციას, წარმატებაა უკვე რომ ადამიანი გადადგავს ნაბიჯს და შემოუერთდება და წარმატებაა უკვე როდესაც პირველივე ნაბიჯებს გადადგავს კომპანია ლივგუდში იმ მხრივ, რომ რაღაცებს განავითარებს თავის თავში. რაღაცებს მოიძიებს. ადამიანი, რომელიც არის ინტერესიანი, ის ადამიანი ძალიან ბევრ კითხვას დასწავს. და მინდა გისურვოთ, რომ აი ესეთი ინტერესიანები იყავით, თვითგანვითარებადები იყავით და მიმყოლები იყავით. აბსოლუტურად არ გამოტოვოთ საათი, დრო, წუთი, შეაწუხეთ ყოველ წამს და ყოველ წუთს თქვენი სპონსორები, ანუ ვინც გაგიწიათ რეკომენდაცია და შემდგომში აუცილებლად უკვე ოფიციალურად სპონსორი იქნება ის ადამიანი და მიიღეთ აბსოლუტურად სრული ინფორმაცია. ბოლომდე ჩაწვდით, კარგად გაიგეთ და შემდეგ უკვე ძალიან პრიმიტიულად, ძალიან ადვილად აუღებთ ალღოს, გააკეთოთ ბიზნესი. როდესაც ადამიანს 5-ზე და 10 ფულაზე ესმის, სად არის და რატომ არის ამის მიზანიც აქვს, ესე იგი, როდესაც ჩვენ ბიზნესში შემოვდივართ და რაღაცას ვიტყვით, რაღაცისთვის ვიწყებთ, ხო, რაღაც მიზანი გვაქვს, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩემი мотиваციაა მაგალითად, რომ ჩემ შვილებს შეუქმნა მრავალფეროვანი მომავალი, იმოგზაურონ და ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც სკოლა აწვდით, გქონდეთ თვალხილული. ნებისმიერი, ეს იქნება, რა ვიცი, ისტორია, გეოგრაფია, კულტურა თუ რაც იქნება, ნებისმიერი რამე, შემინდა რომ თავისი თვალით ეწვივნონ და ნახონ ყველაფერი. ამის საშუალებას კომპანია ლივგუდი გვაძლევს.
კომპანია ლივგუდი თავისი, ასე ვთქვათ, სამოგზაურო პაკეტებით რომ არ იყოს. ხო, იმდენად კარგი შემოსავლები გვექნება, ამის გარეშეც კი შეიძლება ადამიანმა იმოგზაუროს და მაგაზეც იფიქროს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ გინდათ რეალურად შეცვალოთ თქვენი აწყო და მომავალი. თუ თქვენ გინდათ, რომ რეალურად გქონდეთ თქვენი სურვილების რეალობაში მოყვანა და თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენ შვილებს მართლაც შეუქმნათ განსხვავებული მომავალი, ამისათვის საჭიროა, რომ კომპანია ლივგუდს კარგად ჩაუღრმავდეთ, კარგად გაუგოთ, რომ შემდეგ უკვე, როდესაც კარგად გავიგებთ, სწრაფი მოქმედებებს დავაფიქსირებთ. აუცილებლად, როდესაც ვიცით, სად ვართ და რატომ ვართ, რა ამბიციები გვაქვს და რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ყველაფერი სწრაფად განვითარებადია შემდეგ. ანუ, აქ კომპანია ლივგუდში ჩვენ ყველაფერი შესაძლებლობა გვაქვს. კომპანია ლივგუდი გაძლევს ყველანაირ შესაძლებლობას და ეს არის აუცილებლად ნებისმიერი ადამიანისთვის გამოსაყენებელი, თავარია მან მოინდომოს. სურვილი ყველაზე დიდი მნიშვნელობის არის ამ კომპანიაში. თუ სურვილი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს მერე. ეს მოწვევის სისტემებიც დროთა დრო ჩაიკეტება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის ჩაიკეტება, მაგრამ თვითონ კომპანიის დამაარსებელი ბენგლისი კი ამბობს, რომ ანუ ჩემი გათვლით, ანუ რაღაც ეტაპზე უნდა მივიდეს სიმრავლე პარტნიორების, შემდეგ ჩაკეტავს ამას და ადამიანი, რომელიც დღეს მაგალითად მიადარა რომელიმე კომპანიას და უარი თქვა, ან ვერ გაუგო, ან არ მოინდომა რომ გაეგო, ან იმ $10 უყურა რომ აი რატო ვიხადო, ან როგორ ვიხადო, ან რაღაცა, როგორ ვიხადოთ, ვიმუშაოთ და გამოვიმუშაოთ და გადავიხადოთ, ხო? აი, მოკლედ, ყველაფერის მხრივ რომ განსაზღვროთ, ეს ყველაფერი კომპანია ლივგუდში აუცილებლად გამოსაყენებელია და როდესაც ჩაიკეტება, ადამიანს მერე აღარ ექნება აი ეს მრავალფეროვანი პერსპექტივები და პრივილეგიები მომავალში. აღარ გექნებათ და ძალიან დიდი სინანულის შეგრძნება გექნებათ მეგობრებო. დამიჯერეთ. აი იტყვით რომ არ მოგისმინე, რატო არ დაგიჯერე, აი ეს წინადადებები გექნებათ ყოველთვის. და ძალიან დიდი ხანი გექნებათ რაღა ეშველება სიტყვაზე მაშინ, მაგრამ გექნებათ. ამაში ვარ 1000% დარწმუნებული. კომპანია ლივგუდს იცება, გამოძიება, რაღაცა არ ვიცი, ახალი ველოსიპედის მოგონება, არაფერი არ ჭირდება. სრულიად გამჭირვალე და სრულიად მორგებული ადამიანებზე. ხალხო, დაინახეთ და ჩაუღრმავდით. ყველაზე მთავარი ჩაუღრმავდით და მერე ნახეთ, რომ ნებისმიერი პარტნიორი და ნებისმიერი მომავალი პარტნიორიც ზუსტად ესე იქნება. მადლობა თაო და თაო, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მადლობა ქალბატონ ნანას, დამაარსებლებს, ღმერთს და სამყაროს. აი ეს წინადადებების საკუთარ თავთან აუცილებლად ხშირად გექნებათ. იმდენად ბედნიერები იქნებით კომპანია ლივგუდში ბიზნესის კეთებით. მერწმუნეთ. გეუბნებით, რომ კომპანია ლივგუდი არის საუკეთესო და საუკეთესო. 100 წელი არაფერი არ იქნება. არც შემდეგ იქნება, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ იმდენად კარგად არის მოცემული კომპანია ლივგუდი, რომ ამაზე კარგი რაღა უნდა მოიფიქრონ, რა უნდა დაამატონ, არ მგონია. თუ რაღაცა იქნა და მოვიდა, ხო რა თქმა უნდა, მე იმასაც ასე ვთქვათ, დავაგემოვნებთ, ხო? თუ ჩვენ წინ გვიდგას კერძი და გვეუბნებიან, რომ გემრიელია, თუ ჩვენ არ დავაგემოვნებთ, ვერ გავიგებთ, გემრიელია თუ არ არის გემრიელი, ხო? მაგრამ რომ გეუბნებიან, რომ გიდევს წინ და დააგემოვნეს, აუცილებლად უნდა დააგემოვნო, რომ ამის გაიგო. არ უნდა მიედო რაღაცეებს, ხვდებით? აუცილებლად უნდა დააგემოვნო და გაიგო, რამდენად კარგია და რამდენად ცუდი. კომპანია ლივგუდიც ეგრეა. წინ გიდევთ შეფუთული, გამზადებული, გამჭირვალე ბიზნესი, რომელსაც სჭირდება უბრალოდ განვითარება და განვითარებაში მოიაზრება ის, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ კომპანია, ვიყოთ აქტიურები და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, კრეატივი,
გამოვამჟღავნოთ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, დასასრულისთვის ვიტყოდი ამას, რომ უნიკალურ კომპანიაში ხართ, საუკეთესოთა საუკეთესო კომპანიაში ხართ, ერთადერთი ჩემი თხოვნა რაც იქნება ნებისმიერ სტუმართან მაქვს ასეთი, ესე ვთქვათ, მიმართვა. აუცილებლად ჩაუღრმავდით წინასწარ და ორი სიტყვით გადმოცემულ ინფორმაციაზე და ან თუ ვინმე რამე გითხრათ, რომ ამას გავს და უი არა და იქ რაღაცა მოხდა და ესაც ეგეთი იქნება. არა, თქვენ გქონდეთ თქვენი აზრი, გამოიძიეთ, გამოიკულიეთ თქვენში, დაალაგეთ და მერე ნახავთ თუ არ არის და თუ არის კომპანია ლივგუდი, ესე ვთქვათ, თქვენთვის რამდენად უნდა დაუკავშიროთ თქვენი რესურსი და რამდენად უნდა შემოვერთეთ ზოგადად კომპანია ლივგუდს. მე პირადად მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდეს ამ კომპანიაში, სანამ ეს სისტემა, რეფერალური სისტემა არსებობს. იმდენი ბედნიერი სახე გვექნება და რეალურად შევცვლით სამყაროს, იცი? ყველა ბედნიერი რო იქნება, ავტომატურად ბედნიერება გადამდებია, ხო, სიხარული, ბედნიერება, სიცილი ადამიანი რო იცინის, უბრალოდ ისაც კი გადამდებია ადამიანისთვის და ეს ყველაფერი რო განხორციელებაში იქნება და შედეგები რო გექნებათ და უკვე შედეგია ის, რომ კომპანია ლივგუდში ხართ, ხო? ეს ყველაფერი უკვე აუცილებლად პოზიტივით აისახება და ნებისმიერ ადამიანთან კარგად მივას შემდეგ. და კარგად გაუგებს და აუცილებლად იქნება კომპანია ლივგუდში. აუცილებლად იქნება კომპანია ლივგუდში ბედნიერი, ჯანმრთელიც, ფინანსურად დამოუკიდებელიც. ჩვენ მხოლოდ ეს გვინდა ამ ეტაპისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ფინანსურად დამოუკიდებლები და ბედნიერები, ხო? მეტი არაფერი. ასე რომ გამოიყენეთ შანსი, რომელიც გეძლევათ ერთ სივრცეში. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა დღევანდელ დღეს ჩემო ძვირფასებო. თუ რამე კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, აუცილებლად დასვით. არც ერთი კითხვა არ არის, არის ხომ ესეთი გამოთქმა, რომ ეს რაღაც სულელური კითხვა დამებადა და როგორ დავსვა და ასე შემდეგ. არა, ნებისმიერი კითხვა არის მნიშვნელოვანი, დასასმენი და პასუხი აუცილებლად უნდა მიიღოთ. ასე რომ, თუ გაქვთ რამე კითხვები, მე თქვენს გვერდით მიგუნეთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხებს. მოგესალმებით, პატრიცია მოვასტუმრებო. ქალბატონო სოფო, უღრმესი მადლობა, მთელი გულით გადმოეცით ეს პრეზენტაცია, სასიამოვნო იყო ეს საღამო თქვენთან ერთად. ახლა კი ჩვენს ძვირფას სტუმრებს მიმართავ. კითხვის დასმისათვის თქვენ უნდა მიკროფონს დაადოთ თითი და შემდგომ გაგიხსნით. ანუ ხელის აწევის რეჟიმი ჩართეთ თქვენგან, რომ მე მივხვდე ვის გაქვთ კითხვა დასასმელი. გმადლობთ. აუცილებლად, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად დასვით კითხვები. მე ვფიქრობ, რომ რეალურად ვისაც კითხვები უჩნდება, ზუსტად ის არის დაინტერესებული და თუნდაც აი ამ პრეზენტაციით დაინახა რაღაცა ეტაპზე კომპანია ლივგუდი და მე მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გადმოცემული პრეზენტაციით ძალიან ბევრმა მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან ბევრმა დაინახა, არა აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი სტუმარი იქნება, ჩემი სპონსორის იქნება თუ ჩემზე მოდი იქნება თუ ჩემს ქვემოთ, არა აქვს მნიშვნელობა, აქ არის ერთობლიობა, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის და აბსოლუტურად ყველას გვიხარია თუ ვინმე შემოუერთდება კომპანია ლივგუდს. თანამ კითხვა დასვან, სოფო მინდა გითხრა დიდი მადლობა. ძალიან კარგად ჩამოაყალიბე და მინდა სტუმრებსაც მივმართო, სოფომ ზუსტად თავისი გამოცდილება და თავისი ეს ყველაფერი მოყვა. ახალი სრულიად ახალი შემოსული იყო, ერთი თვის შემოსული იყო. სოფო იმდენად მონდომებული იყო, რომ ერთი თვის შემოსულმა პრეზენტაციების ჩატარება დაიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენად უყვარს ლივგუდი და რამდენად დაინტერესებული იყო, აი ეხლაც ჩანდა მისი სიყვარული ლივგუდის მხრივ და გადმოსა ეს მთელი გულით და მთელი სიყვარულით. მადლობა სოფო და ვამაყობ შენით, შემოკარგო და მიხარია რომ შენ ხარ ჩემს გუნდში. მადლობა. არ არსებობს, აი მე არ ვიცი კომპანიაში პარტნიორი, რომელსაც არ უყვარს ლივგუდი.
ჩემი თამატო. ქალბატონო მარიამ, ჩემგან ჩართულია, კიდევ დაადეთ ახლა თქვენს მიკროფონს თითი და შეგიძლიათ რომ დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა. გისმენთ. მარიამ, ერთხელ დაადეთ კიდევ მიკროფონს ხელი და უკვე თქვენ ჩართავთ. დაველოდოთ, შესაძლოა ვერ ჩართო მიკროფონი. არ მოგერიდოთ მეგობრებო, დასვით კითხვა, არ მოგერიდოთ. აქ არაფერი არ არის მოსარიდებელი. პირიქით, ჩვენ გვიხარია რომ თქვენ კითხვებს სვავთ. ძიჩუმი არ გვხვდება კომპანია Live Goods, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად აიტაცეთ ინფორმაციები და კითხვები აუცილებლად გაიჩინეთ, ასე ვთქვათ. აუცილებელია კითხვები იმისთვის, რომ ზოგადად მიიღოთ სრული ინფორმაცია, განვითარდეთ და რეალურად დაინახოთ Live Goods-ი, მე ვფიქრობ. ქალბატონო ნონა, ჩართულია მიკროფონი, შეგიძლიათ თქვენგან ჩართოთ. დაადეთ მიკროფონს ხელი ერთხელ კიდევ და ჩაირთვება. სანამ ჩაირთო? გამარჯობათ. მე როგორც კი დავინახე Facebook-ზე ეს თქვენი რეკლამა, ეგრევე დავინტერესდი, მაშინვე მოგწერეთ და მიპასუხა ქალბატონმა ქეთინომ და დამარეგისტრირა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ძალიან დავინტერესდი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ჩართულობისთვის, იმედია რა, აუცილებლად იქნება კი, ყველაფერი კარგად. დარწმუნებული ვარ, კი, ძალიან მონდომებული ვარ და ძალიან ყურადღებით უსმენ ყველაფერს, პრეზენტაციასაც და ჩემი შვილებიც გავაწევრიან და კიდე ბევრს გავაწევრიან. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღიათ, მინდა გითხრათ შვილების დარეგისტრირებით. მე თავში აღვნიშნე, რომ ზოგადად შეუძლიანების მიერ, ოჯახში ნებისმიერ წევრმა, ასე ვთქვათ, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღიათ და გისურვებთ წარმატება, სადაც აუცილებლად გარანტირებულია. ნამდვილად გარანტირებულია. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ცოტა ინტერესიანები და განვითარებადები, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მივიყვანოთ იმ წერტილამდე, რაც გვინდა რომ მივიღოთ, ხო? პუნქტიდან B პუნქტამდე რომ გავიაროთ, აქ უნდა გავიაროთ, ასე ვთქვათ, სამოგზაურო გზა, სადაც არის ეს გზა სწავლებადი. აი ამ გზაზე ვსწავლობთ ზუსტად ჩვენ ვითარდებით და ზუსტად ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შემდგომ შედეგი დავდოთ იმ პუნქტში. კი, ნამდვილად ასე არის და ძალიან მიხარია. დიდი მადლობა ყველაფრის. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებები ყველას. ნამდვილად. კითხვები აღარ არის ქალბატონო სოფო, ძალიან კარგად გადმოეცით ამომწურავად და დროაც დავამშვიდობოთ ჩვენს პატივცემულ სტუმრებს მაშინ. ნამდვილად არის კითხვები. დაგემშვიდობებით მაშინ თუ არ გაქვთ კითხვები ჩემო ძვირფასებო. ერთს ვიტყოდი დამშვიდობების წინ და გავიმეორებ და აუცილებლად მინდა რომ გავიმეორო, რომ შეაწუხეთ მომწვევები, სპონსორები, ვინსგანაც მიიღეთ და რანაირადაც მიიღეთ ის ინფორმაცია, რომ თქვენ აქ მომხდარიყავით დღეს და მოგესმინეთ პრეზენტაცია და აუცილებლად თუ ჩემთან არ გინდოდათ რამე კითხვის დასვა, მათ დაუსვით და შეაწუხეთ. ნებისმიერი სპონსორი თქვენს გვერდით იდგება 24/7-ზე.
შეაწუხეთ, მიიღეთ სრული მყარი ინფორმაცია და არ გაუშვათ ხელიდან კომპანია ლიბგუდი. ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებები მინდა ქალბატონ ნანას ახლა ბოლოს აიწია ხელი და გისმენთ ქალბატონო ნანა. ქალბატონო ნანა ჩართულია, თქვენც ჩართეთ ახლა თქვენიდან მიკროფონი და გისმენთ. გონი შორიდან ისმის ჩართო? არის მისცემი ხმა კარგად. მიკროფონით ხომ არ ხართ უსასმენით? კარგით, ვერ შეძლო ალბათ. კი ბატონო. დავიმშვიდობოთ მაშინ ხო, ქალბატონო ციცი? კი, დავიმშვიდობოთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს. კარგი, დავემშვიდობები ჩვენს ძვირფას სტუმრებს, პარტნიორებს. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. იმედია ის სიამოვნეთ ჩემთან ერთად. მე ზოგადად როდესაც ლიბგუდზე ვსაუბრობ, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და სულ მინდა ხოლმე რომ რაღაცა დიდი რაოდენობით და ესე ვთქვათ მრავალი საათებით ვისაუბრო, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეგლამენტი, ამიტომ დაგემშვიდობები და ვისურვებ რომ ნებისმიერი ადამიანი კომპანია ლიბგუდში რომ შემოუერთდება, იგივე განცდით იყოს, როგორც მე, ზოგადად როგორც მე დავინახე კომპანია ლიბგუდი, გისურვებ რომ ყველას ესე დაგენახოთ კომპანია ლიბგუდი. ახლა კი წარმატებებს გისურვებთ სასიამოვნო საღამოს და სასიამოვნო ხვალინდელ დღეს. უღრმესი მადლობა ქალბატონო სოფო და შევახსენოთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომ ორშაბათს კვლავ შეგიძლიათ თქვენ რა თქმა უნდა, ხო, მადლობა ციცი, მადლობა ქალბატონო ციცი, ერთს დავამატებდე ჩემო ძვირფასებო, რომ ერთხელ მოსმენილი პრეზენტაციით არ შემოიფარგლოთ. მოусმინეთ 2-ჯერ, 3-ჯერ, 10-ჯერ პრეზენტაციებს სხვადასხვა პრეზენტატორების მიერ წარმოდგენილს და შემდეგ უკვე უფრო კარგად გაანალიზებს. ზოგი ადამიანი პირველივე, ესე ვთქვათ, მოსმენით უღრმავდება და იღებს გადაწყვეტილებას, ზოგს სჭირდება რამდენჯერმე მოსმენა. ყველა ვარიანტში კარგია და სასურველია თუ მოისმენთ რამდენჯერმე პრეზენტაციებს, რომელიც მიმდინარეობს და გაიმართება ხოლმე ყოველ ორშაბათს და პარასკევს 22 საათზე. ასე რომ გელოდებით მრავალი და ბევრი შემადგენლობით თქვენი სტუმრებით ყოველ ორშაბათს და პარასკევს. გამემშვიდობით და ნახვამდის. ნახვამდის.